საპარტნიორო ფონდმა ჰოლანდიურ კომპანია Georgian Fresh Holding-თან ერთად სამტრედიაში სასათბურე მეურნეობის გაფართოების პროექტი დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს სათბურის მშენებლობას დამატებით 1,500 ჰექტარზე, სადაც დაახლოებით 700 ტონნა სხვადასხვა სახის ბოსტნეულის მოყვანა არის დაგეგმილი. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 4,2 მილიონ ევროს აღწევს, საპარტნიორო ფონდის თანამონაწილეობა კი 1,4 მილიონი ევროა. კომპანიაში ამჟამად 23 ადამიანია დასაქმებული, ხოლო გაფართოების შემდგომ დასაქმებულთა რაოდენობა 40 კაცამდე გაიზრდება. Georgian Fresh Holding-მა სასათბურე მეურნეობის განვითარების ოპერირების მიზნით იმერეთი გრინერი შექმნა. კომპანიამ სამტრედიის სასათბურე მეურნეობაში თებერვლიდან დაიწყო სხვადასხვა ტიპის სალათის ფურცლის მოყვანა, რომლის წლიური წარმადობა 160 ტონაა. ჰექტარ ნახევარზე განაშენიანება. ეს არის დაწყებული მშენებლობა დაიწყო 2016 წლის იანვარში და ერთ თვეში დამთავრდება და უკვე როგორც ნახეთ გარკვეულნათილი უკვე შეტანილია სცენარები და დაიწყება უკვე მოსავლის მიღება. მიზანი აქ იყო ის რომ მოგვეცვა და შემოგვეტანა ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიური ინვესტიცია, რომელსაც მოყვება აი ცოდნა და ეს know-how, რომელიცაც ეს ჰოლანდიური ჯგუფი ახორციელებს და ადგილზე ავითარებს. It's wonderful to be here. მოხარული ვარ აქ ყოფნით. მე დღეს პირველად ვნახე ეს სათბური. წარმოიდგინეთ ჩვენი გაკვირვება, როდესაც სუპერმარკეტში შევიძენთ აქ მოყვანილ სალათის ფურცლებს. ამით თქვენ უნდა ამაყობდეთ. ამაყობდეს ისინიც, ვინც ეს სათბური ტექნიკურად გამართა და ქართველი მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქცია შექმნა. ჩვენ განვითარების პირველ ფაზაში ვიმყოფებით. აღნიშნულ სათბურში კიტრი მოგვყავს. საქმიანობა 2015 წელს დავიწყეთ და პირველად სალათის ფურცლების მოყვანით ვიყავით დაკავებული. სათბურს თერმული წყლებით ვათბობთ და აღნიშნული ენერგიის წყარო გახდა მიზეზი, რომ საქართველოში გადმოვედით. ჩვენ იმპორტის ჩანაცვლების დიდი პოტენციალი დავინახეთ. გვინდა ვაწარმოოთ კიტრი, სალათის ფურცლები, პომიდორი, ასევე ბადრიჯანი. საპარტნიორო ფონდის ჩართულობით სათბურს 1,6 ჰექტარი მიწა დავამატეთ და 3 ბლოკად დავყავით. გვინდა მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია მივაწოდოთ.